საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. გამარჯობა, გაკვეთილის თემაა ფარდობითი ატომური მასა, ფარდობითი მოლეკულური მასა, მასის ატომური ერთეული. მოგეხსენებათ, რომ ნივთიერება შეიძლება შედგებოდეს მოლეკულებისაგან, ატომებისაგან ან იონებისაგან. ჩვენი საუბრის თემა არის სწორედ ატომი და მოლეკულა. ანუ ვიცით, რომ ატომი არის ძალიან მცირე ნაწილაკი, ეს განმარტება არის ატომის შემდეგი, იგი არის ქიმიურად განუყოფელი უმცირესი ნაწილაკი. ეხლა, რამდენად მცირე არის ატომი? ამის სხვადასხვა დაბაზე მოცემული არის რამდენიმე ელემენტის ატომის მასა და თქვენ შეგექმნებათ გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად მცირე ნაწილაკი არის ატომი. მაგალითად, წყალბადის მასა არის 1,77 10-24 ხარისხად გრამი. ნახშირბადის მასაც მსგავსი სიდიდეა 1,99 მიასედი 10-23. ყველაზე მსუბუქი ელემენტის წყალბადის მასა არის ასეთი, ხოლო ბუნებაში არსებული ყველაზე მძიმე ელემენტის ურანის მასა კი მხოლოდ 3,95 გამრავლებული 10-22 ხარისხად გრამია. ეს არის ძალიან მცირე სიდიდეები და მათი გამოყენება მათემატიკური გამოთვლების დროს არის ძალზედ მოუხერხებელი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ გჭირდებოდეს მაგალითად წყლის მოლეკულის მასის გამოთვლა. ესე იგი, წყალბადის ატომის მასას უნდა დაუმატოთ იგივე ჰაშორიო, ესე იგი, წყალბადის კი შევკრებთ, მაგრამ შემდეგ უნდა დაუმატოთ ჟანგბადის მასა და აქ -23 ხარისხი, აქ -24 ხარისხი, ესე იგი, რამდენი ნოლი უნდა ვწეროთ მძიმის შემდეგ. არის პრაქტიკულად შეუძლებელი და როდესაც მე ქიმიკოსების წინაშე დადგა თავის დროზე ამ მათემატიკური გამოთვლების სირთულე, დადგა თავისთავად საკითხი ამ პრობლემის გადაჭრის და ამისათვის, რომ გაეადვილებინათ მათემატიკური გამოთვლები ქიმიური რეაქციების გასაანგარიშებლად, შემოიტანეს რაღაცა ერთეული. ამ ერთეულს ქვია მასის ატომური ერთეული და თქვეს, რომ ეს ერთეული იყოს ნახშირბადის ატომის მასის 1/12 ნაწილი. ესე იგი, გადაწყვიტეს, რომ ატომის მასის განსასაზღვრავად შემოეტანათ ერთეული, რომელსაც ეწოდება მასის ატომური ერთეული და იგი არის, მისი რიცხვითი მნიშვნელობა რა არის? ნახშირბადის ატომის ჭეშმარიტი მასა, ანუ რომელიც აქ გვაქვს მოცემული, ნახშირბადის ატომის მასის 1/12 ნაწილი. მოდით ახლა ჩვენ ვიანგარიშოთ, თუ რა არის ეს, რა რიცხვით მნიშვნელობას მივიღებთ და შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა. ესე იგი, გამოვთვალოთ მასის ატომური ერთეულის მნიშვნელობა. 1 მაე, ანუ მასის ატომური ერთეული, ეს არის ნახშირბადის ატომის მასა, ანუ 1,99 გამრავლებული 10-23 ხარისხად გრამი და შეფარდებული 12-თან, ანუ მე-12 ამ მასის მე-12. ეხლა ჯერ გავყოთ ეს რიცხვები ერთმანეთზე და მივიღებთ 0.1648 გამრავლებული 10-23 ხარისხად გრამს და ეს იქნება 0.166 დავამრგვალოთ 10-23 ხარისხად გრამი და ეს იქნება 1.66, ანუ აი ეს სიდიდე, მიაქციეთ ყურადღება, უნდა გადავიყვანოთ ახლა. ეს 0.166 იგივეა, რაც 1.66 გამრავლებული 10-1 ხარისხად. ანუ 1.66 გამრავლებული უკვე 10-23 და 10-1, ეს იქნება 10-24 ხარისხად გრამი. ესე იგი, ერთი მასის ატომური ერთეული არის აი ეს რიცხვითი მნიშვნელობა. აი ეს რიცხვითი მნიშვნელობა ჩათვალეს ეტალონად
და შემდეგ უკვე ყველა ნებისმიერი ელემენტის ატომის ჭეშმარიტი მასა გაყვეს რა ამ რიცხვით მნიშვნელობაზე, მიიღეს ის რიცხვითი მნიშვნელობები, რომელიც ჩვენ გვაქვს პერიოდულ სისტემაში. ამ მასის ატომური ერთეულის რიცხვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვიანგარიშოთ რომელიმე ელემენტის ფარდობითი ატომური მასა. ანუ ჩვენ უკვე შემოვიტანეთ ტერმინი ფარდობითი ატომური მასა, ეს არის ნებისმიერი ელემენტის ატომის ჭეშმარიტი მასა გაყოფილი მასის ატომურ ერთეულზე, ანუ გაყოფილი ამ სიდიდეზე. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, როგორი იქნება ჟანგბადის ფარდობითი ატომური მასა, რომელიც აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს გამოისახება აი ასეთი სიდიდით A-ერი, რომელი ელემენტის ფრჩხილებში იწერება იმ ელემენტის სიმბოლო, რომლის ფარდობით ატომურ მასასაც ვითვლით. ანუ ერი ნიშნავს რელატიკუს, ანუ ფარდობით სიდიდეს. ფარდობით სიდიდეს აქვე ვთქვათ, რომ არა აქვს ერთეული, ვინაიდან ის არის რაღაცის რაღაცაზე გაყოფის შედეგი. ანუ ჟანგბადის ფარდობითი ატომური მასა, ეს არის მისი ჭეშმარიტი მასა, ანუ MO შეფარდებული მასის ატომურ ერთეულთან, 1ME. ანუ ეს უდრის, ჩავსვათ ახლა რიცხვითი მნიშვნელობები, 2.656 გამრავლებული 10-23 ხარისხად გრამი, გაყოფილი მასის ატომურ ერთეულზე, ანუ 1.66 10-24 ხარისხად გრამი. თქვენ უკვე ხედავთ, რატომ არ შეიძლება ჰქონდეს ფარდობით სიდიდეს ერთეული, იმიტომ რომ გრამები რიცხველშიც და მნიშვნელშიც შეიკვეცება და დაგვრჩება უგანზომილებო სიდიდე. შევკვეცოთ ახლა 10-23 შეიკვეცება, აქ დაგვრჩება 10-1, მაშასადამე 2.656 უნდა გავყოთ უკვე 0.166 და გაყოფის შედეგად მივიღებთ სწორედ 16-ს, რაც არის ჟანგბადის ფარდობითი ატომური მასა და თქვენ მას პერიოდულ სისტემაში ჟანგბადისთვის განკუთვნილ უჯრაში ნახავთ. ყველა სხვა ელემენტის ფარდობითი ატომური მასა ზუსტად ანალოგიურად იანგარიშება. ეხლა თუ ვიცით ფარდობითი ატომური მასები, ადვილად ვიანგარიშებთ მოლეკულის ფარდობით მოლეკულურ მასას, ერთის რომელიმე ნაერთის მაგალითზე განვიხილოთ, მაგალითად იყოს ფოსფორ 5-ის ოქსიდი P2O5. ფარდობითი მოლეკულური მასა აღინიშნება M-ერით და აქ ფრჩხილში უკვე იწერება ნაერთის ქიმიური ფორმულა. დავწეროთ P2O5. მოლეკულაში გვაქვს ფოსფორის 2 ატომი, ჟანგბადის 5 ატომი. ანუ ყველა ატომის ფარდობითი ატომური მასები უნდა შევკრიბოთ, მივიღებთ ფარდობით მოლეკულურ მასას. შინაარსი მე ვფიქრობ არ არის რთული გასაგები, ცოტა უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ ჩანაწერი, ამიტომ დეტალურად გავარჩიოთ. ანუ 2 გვაქვს, ფოსფორის 2 ატომი გვაქვს. ეს ინდექსი გადმოდის წინ კოეფიციენტად. შემდეგ უკვე ვწერთ ამ ელემენტის ფოსფორის ფარდობით ატომურ მასას, ანუ A-ერი, P-სი. ამას უნდა დავუმატოთ 5 ატომი გვაქვს ჟანგბადის, ინდექსი გადმოდის წინ კოეფიციენტად და 5-ჯერ ჟანგბადის ფარდობითი ატომური მასა. ეს მასები უკვე გვაქვს სისტემაში, პერიოდულ სისტემაში, მოვძებნით 2-ჯერ ფოსფორის ფარდობითი ატომური მასა არის 31. რაც 30.97-ია, რა თქმა უნდა, მრგვალდება 31-მდე. რაც შეეხება ჟანგბადისას, ამ წუთას ვიანგარიშეთ არის 16. ესე იგი 2-ჯერ 31-ს პლუს 5-ჯერ 16 გამოვიდა 62-ს დავუმატოთ 80, ეს იქნება 142. ისევ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ აქ ერთეულს არ ვუწერთ. ანუ ფარდობით მოლეკულურ, ფარდობით სიდიდეს, ეს იქნება ფარდობითი მოლეკულური მასა თუ ფარდობითი ატომური მასა, ერთეული არ აქვს. თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად იანგარიშოთ ამა თუ იმ ნაერთის ფარდობითი მოლეკულური მასები, შეგიძლიათ თუ გნებავთ მე დაგიწერთ რამოდენიმე ფორმულას, მაგალითად იყოს N2O3, აზოტ 3-ის ოქსიდი, ან იყოს იგივე წყალი, ან შეიძლება იყოს გოგირჯავა H2SO4. აქ უკვე 3 ელემენტია, პრინციპი სრულიად იგივეა.
თუ სურვილი გექნებათ, სახლში დამოუკიდებლად შეგიძლიათ იანგარიშოთ ამ ნაერთების ფარდობითი მოლეკულური მასები. ამრიგად ჩვენ ამ გაკვეთილზე შემოვიტანეთ ისეთი სიდიდეები, როგორიც არის ფარდობითი ატომური მასა და ფარდობითი მოლეკულური მასა. ვისაუბრეთ ფარდობითობაზე საზოგადოდ და თუ რატომ დაგვჭირდა არა ჭეშმარიტი, არამედ ფარდობითი სიდიდეების გამოყენება. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობთ ნახვამდის.